გამარჯობა. დღეს გადავწყვიტე რომ UFC 330-ზე გესაუბროთ, ეს ჩემი პირველი ვიდეო იქნება, სადაც ქარდს მიმოვიხილავ. თავარ ქარდზე შევჯერდი 5 ბრძოლაზე და იქნება კიდევ ბონუსებიც რა თქმა უნდა. და იქიდან გამომდინარე რომ ქარდი მართლა ძალიან საინტერესოა, ვეცდები ყველა ძირითადი ბრძოლა მეტნაკლებად გაგაცნოთ თან მებრძოლები და თან განვიხილო, თან გაგიზიაროთ დაახლოებით რა როგორ წარმომიდგენია რომ განვითარდება მოვლენები. შეგახსენებთ რომ ჩემი არხის წარმდგენია acara.com-ი. ასევე უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოებიც. ახლა გადავიდეთ უშუალოდ ღონისძიებაზე, სადაც მთავარ ქარდს ხსნის ედსონ ბარბოსასა და ესტებან რიბოვიქსის დაპირისპირება. პრინციპში ეს ორივე მებრძოლი სტრაიკერია, თუმცა მათ კარიერებს შორის არის უზარმაზარი სხვაობა. ედსონ ბარბოსა უკვე 40 წლის მებრძოლია, რომელსაც UFC-ში სხვა გამოცდილება აქვს, ესტებან რიბოვიქსი კი სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყო. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ გამორჩეული ტალანტობიდან გავიდა წლები და რიბოვიქსი უკვე 30 წლის არის და ტალანტს მას ნამდვილად ვეღარ უწოდებთ. მან უკვე გამოცადა UFC-ში მარცხის გემო თან არაერთხელ. ედსონ ბარბოსასთვის კი მარცხი სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ამ მომენტისთვის ბარბოსა სამწაგებიანი სერიიდან ბრუნდება. საერთოდაც არ არის გამორიცხული, რომ ეს შეიძლება ბარბოსას უკანასკნელი ბრძოლაც აღმოჩნდეს UFC-ში. ყოველ შემთხვევაში ბარბოსამ ამაზე ისაუბრა. აი რიბოვიქსზე კი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას განსხვავებით ბარბოსასგან ამ ბრძოლაში გამარჯვება მართებს. მართებს იმიტომ, რომ ესტებან რიბოვიქსი, როცა გამოჩნდა, ნამდვილად იყო არგენტინული MMA-ის მთავარი იმედი, ესე ვიტყვი. ფრანსისკო პრადოსთან შედარებით ესტებან რიბოვიქსი მეგონა, რომ გაცილებით უფრო მეც მიაღწევდა კარიერის ამ ეტაპზე, ამდენი წლის შემდეგ. დაახლოებით ერთდროულად მოვიდნენ ეს ბიჭები ორგანიზაციაში. რიბოვიქსის კარიერა ასე არ განვითარდა. გასაგებია, რომ ბოლო ბრძოლაში დამარცხდა მატეუშ გამროთთან, მაგრამ მაინც იქ იყო ნასრათ აკპარასთან მარცხი და ამ ნასრათ აკპარასთან მარცხს სპეციალურად მინდა რომ შევეხო, რადგან რიბოვიქსის ასე ვთქვათ წაგებებს თუ გადავხედავთ და ზოგადად ბრძოლებს თუ გადავხედავთ, მასზე უკეთეს სტრაიკერებთან უჭირს და ედსონ ბარბოსა არის ყველასთან შედარებით, აი 99% მებრძოლებთან შედარებით უკეთესი სტრაიკერი. განსაკუთრებით სუბუქ ზონაში. მაგრამ ხო 40 წელი ნამდვილად არის ფაქტორი. ფიქრობ ეს შეიძლება იმაზე რთული ბრძოლა აღმოჩნდეს, ვიდრე ესე ერთი შეხედვით ჩანს. სპეციალურად არ მინახავს არც ერთ ბრძოლაზე ვინ არის ბუკმეიკერების ფავორიტი, მინდოდა რომ ისე ჩამეწერა ეს ვიდეო, მაგრამ მე ვფიქრობ რომ რიბოვიქსისთვის მარტივი ბრძოლა ნამდვილად არ იქნება. სხვათა შორის ეს ივენთი ფილადელფიაში ჩატარდება. საინტერესო ფაქტია რომ უკანასკნელად როცა UFC ფილადელფიაში იმყოფებოდა, მაშინ ედსონ ბარბოსა იყო მთავარი ბრძოლის მონაწილე და მისი მეტოქე გახდა არც მეტი არც ნაკლები ამ მომენტისთვის ჩემპიონი დროებით ჯასტინ გეიჯი. ბარბოსასთვის შეიძლება ითქვას, რომ ფილადელფია გარკვეულწილად თლად უბრალო და უმნიშვნელო ადგილი არ იქნება. მე ვახსენე სტრაიკერები და ესტებან რიბოვიქსს აქვს სასწაული ბრძოლა მოგებული დენიელ ზელჰუბერის წინააღმდეგ. დენიელ ზელჰუბერიც ასევე სტრაიკერია. მოგებული აქვს, მაგრამ მოგებული აქვს გაყოფილი გადაწყვეტილებით, ნამდვილი ომი იყო ის. თავად დენიელ ზელჰუბერი ასევე იმ დროს, როცა ეს ბრძოლა შედგა, ითვლებოდა ტალანტად. მაგრამ უკანასკნელ ბრძოლებში დენიელ ზელჰუბერი გამოიყურება ძალიან ცუდად და დენიელ ზელჰუბერს გაკვეთილი ჩაუტარა MMA-ის ბობი გრინმა. რაზეც ვსაუბრობდი, არ არის საერთოდ გამორიცხული, რომ ედსონ ბარბოსამაც ამჯერად იგივე გაკვეთილი უკვე ესტებან რიბოვიქსს ჩაუტაროს. მე ეს ბრძოლა წარმომიდგენია, რომ თავიდან ბოლომდე ფეხზე წარიმართება. რიბოვიქსს შეიძლება ჰქონდეს ბარბოსას წაქცევის მცდელობები, მაგრამ ზოგადად ბარბოსას წაქცევა და მერე იქ გაკონტროლება მარტივი ნამდვილად არასდროს არ იყო. ეს გამოსვლიათ, მაგრამ ეს გამოსვლიათ ძალიან მაღალი კლასის მებრძოლებს და განსაკუთრებით მაღალი კლასის გრეპლერებს, მოჭიდავეებს. რიბოვიქსი ჩემი პირადი აზრით ამ კატეგორიის მებრძოლებს არ მიეკუთვნება. აქედან გამომდინარე ბრძოლა ვფიქრობ რომ ფეხზე წარიმართება, სადაც მთავარი ფაქტორი არის რამდენად 40 წლის არის ედსონ ბარბოსა. ბოლო ბრძოლებიდან გამომდინარე საკმარისად 40 წლის არის რომ ესტებან რიბოვიქსმა ის დაამარცხოს. მაგრამ სხვადასხვა სპორტებში და MMA-შიც ხდება ხოლმე ასე, როცა თითქოს ერთი შეხედვით ჩამოწერილი მებრძოლი ახალგაზრდობის წლებს იმ კონკრეტულ საღამოს იხსენებს, გვიბრუნდება ისეთი, როგორიც წლები არ გვინახავს. ნუ გამოვრიცხავთ, რომ ედსონ ბარბოსასაც შეიძლება
ჰქონდეს ასეთი საღამო. სხვადასხვა არც ისე დიდი ხნის წინ ეცონ ბარბოსა 66 კილოგრამში გამოდიოდა, მას ზოგადად მთელი კარიერა პრინციპში 70-ში აქვს გატარებული, მაგრამ ასაკი რომ მოემატა სცადა 66-ზე, ცუდად არ გამოიყურებოდა, გიგასთან ბრძოლა გექნებათ ნანახი. უმეტესობა ჩემს გამომწერებს და ის ბრძოლა სწორედ 66-ში იყო. და 66 კილოგრამის შეიძლება მთლად ტოპ მებრძოლებს არა, მაგრამ რეიტინგულ მებრძოლებს ეცონ ბარბოსა არც დიდი ხნის წინ წინააღმდეგობას უწევდა. ესტებან რიბოვიქსი მსუბუქი წონის მებრძოლია, 70 კილოგრამი წონითი კატეგორიის მებრძოლია, რომელიც აი ტოპ მებრძოლი ნამდვილად არ არის და ფიქრობ ტოპ მებრძოლებთან ახლოსაც არ არის, ყოველ შემთხვევაში რამდენჯერაც მის რაღაც დონეზე შანსი მიეცა რიბოვიქსს საპირისპირო დამტკიცდა. ამიტომ ეს ბრძოლა ახლო ბრძოლა მგონია, სადაც რიბოვიქსია ფავორიტი, მაგრამ ბარბოსას ჩამოწერა არ შეიძლება. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე, სადაც მანსურ აბდულ მალიკი დასტინ სტოლცფუსს დაუპირისპირდება. აქ მაინც და მაინც ბევრი სასაუბრო პრინციპში არ გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ დასტინ სტოლცფუსი ნამდვილად არის იმ კატეგორიის მებრძოლებში, რომლის მიმართაც აი სულ მქონდა ეს ფიქრი, რომ რა უნდა ამ კაცს UFC-ში რატომ აჩერებენ ამდენი ხანი. მის კარიერას რომ გადავხედოთ, ძირითადად ბრძოლებს აგებს თან ყველა დონეზე, საწყის ეტაპზე, როცა UFC, ასე ვთქვათ, ახალ წველს ტესტავს, დასტინ სტოლცფუსი აგებდა, შემდეგ უკვე შუა პერიოდში, შუა წელში მისი UFC-ის კარიერის ძირითადად აგებდა და ბოლო პერიოდშიც, რო ჩავხედოთ, დასტინ სტოლცფუსი ძირითადად აგებს. ბევრჯერ მისაუბრია სხვადასხვა პლატფორმებზე, რომ გაუგებარია ჩემთვის, რატომ არ არის იცო ბაბულაიძე UFC-ის წევრი. ამ საუბრების საწყისი ძირითადად არის ხოლმე ის, რომ აი დასტინ სტოლცფუსები თუ არის რატომ არა იცო, რომელიც ფიქრობ ბევრად აღემატება სტოლცფუსს, ასეა თუ ისეა დასტინ სტოლცფუსი UFC-შია და მისი მეტოქი არის მანსურ აბდულ მალიკი, რომელიც ფიქრობ ძალიან დიდი ფავორიტი უნდა იყოს ამ ბრძოლაში და გარდა იმისა, რომ მანსურ აბდულ მალიკი გაცილებით უფრო უკეთესი ტალანტი არის და გაცილებით უკეთესი მომავალია ექნება სავარაუდოდ ვიდრე დასტინ სტოლცფუს, სტილისტურად არის სერიოზული ფავორიტი. მანსურ აბდულ მალიკს ზურგს უმაგრებს ამერიკული ჭიდაობის დიდი სკოლა, თან ყველაფერთან ერთად არის 100%-იანი ფინიშერი და დასტინ სტოლცფუსის დაფინიშება მანსურ აბდულ მალიკს ფიქრობ შეუძლია და ფიქრობ მართებს კიდეც, რომ ის მოლოდინები, რაც მეც მაქვს და პრინციპში ზოგადად MMA სამყაროს აქვს მანსურ აბდულ მალიკისგან, გამართლდეს დასტინ სტოლცფუსისნაირ მებრძოლს 100%-იანი ფინიშერი უნდა აფინიშებდეს, რომელსაც რამეზე აქვს პრეტენზია და მანსურ აბდულ მალიკი ასეთი მებრძოლია. თან გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ წაგებიდან ბრუნდება კარიერაში პირველად დამარცხდა მანსურ აბდულ მალიკი თავის უკანასკნელ ბრძოლაში, მარცხი ბუნებრივია მძიმე იყო. არის აქაც რა თქმა უნდა საინტერესო ფაქტორი, როგორ დაბრუნდება, მაგრამ ფიქრობ სტოლცფუსის მეტოქია, რომელთანაც კარგად უნდა დაბრუნდეს და ფიქრობ არც თავისი 100%-იანი ფინიშერის სტატუსი უნდა დაკარგოს. აქ ძალიან დიდი ფავორიტი მგონია აბდულ მალიკი. და პირდაპირ გეტყვით. ველოდები აბდულ მალიკის გამარჯვებას. ჩარლზ ჯონსონი და ედუარდო შაპოლინ ენრიკე გააგრძელებენ UFC 320-ს. ეს ბრძოლა ძალიან საინტერესოა, იქიდან გამომდინარე, რომ შაპოლინი ქართულად კალია არის ამ ბრძოლის მეტსახელი, გახლავთ LFA-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც Ultimate Fighter-ის 33 სეზონში იღებდა მონაწილეობას და დენიელ კორმიეს პირველი პიკი იყო, ანუ პირველი არჩევანი საშუალება როცა მიეცა დენიელ კორმიეს, ეგრევე ეს ბიჭი აირჩია. მართალია საწყის ეტაპზევე გამოვარდა, მაგრამ გამოვარდა შემდეგ უკვე ჩემპიონთან, სეზონის გამარჯვებულთან. LFA-ის ჩემპიონია, როგორც უკვე გითხარით და ძალიან კარგი ზოგადად მებრძოლია, უნივერსალი მებრძოლია. თუმცა ვფიქრობ, მიწაზე უფრო უკეთესია ვიდრე ფეხზე ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ ფეხზე მას დარტყმა ნამდვილად აქვს. უდავოდ აქვს ამ ადამიანს ძალა ხელში, ნოკაუტებიც ამაზე მეტყველებს და ზოგადად მის ბრძოლებს რო უყურე, აშკარად ჯერ ფეხზე ვითარდება და მე აი Ultimate Fighter-ის შემდეგ უშუალოდ როგორც მოჭიდავესაც ფიქრობ კარგად აქვს მომატებული ჯიუ-ჯიტსუ საშუალოზე ბევრად მაღალი დონის. თან ბრძოლას არჩენს. ამ ადამიანს კიდე ცალკე ეკუთვნის აპლოდისმენტები იქიდან გამომდინარე, რომ აი ხლა ამ ვიდეოს როცა ვწერ, ფაქტობრივად აი სულ ახალი ამბავი არის, რაც ბრძოლა აიღო ამ ადამიანმა. ხოსე ოჩუა უნდა ყოფილიყო ჩარლზ ჯონსონის მეტოქე, მაგრამ ოჩუა ჩაიხსნა ბრძოლას და ედუარდო ენრიკე შემოვარდა უცებ საქმეში. ჩარლზ ჯონსონი ვიცით როგორი მებრძოლიცაა, მას ალბათ ჩემი გამომწერების უმრავლესობა ძალიან კარგად იცნობს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ძალიან სახასიათო
პერსონა არის, როგორც გალიაში, ისე გალიის გარეთ. და მეორეც, სულ არ გინდოდეს ჯონსონის ყურება, უეჭველი რაღაცნაირად მაინც შეგეხედება, იმიტომ რომ სულ იბრძვის ეს ადამიანი. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი არის. საერთოდ UFC-ს როსტერში, კევინ ჰოლანდთან ერთად ძალიან უცნაური მებრძოლია. ხანდახან შეიძლება სრულიად უნომრო ტოპ მებრძოლთან აჩხუბონ, ჯერ ხო უმეტესობა ტოპ მებრძოლებს შეხვედრილია. და მე ის იშვიათი კაცი არის, რომელსაც ამ მომენტისთვის მოქმედი ჩემპიონი ჯოშუა ვენი ყავს დამარცხებული და სხვათა შორის ნოკაუტით ყავს ასევე დამარცხებული ლუნერ კავანა, რომელიც კიდევ ერთი სერიოზული ტალანტი არის ამ წონაში, 57 კილოგრამში ვართ, მოკლედ, flyweight-ში. დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩარლზ ჯონსონი არის ფავორიტი, თუმცა მე ეგრე გადაჭრით ვერ ვიტყოდი. ჩემი აზრით, ედუარდო ენრიკე არის ზუსტად იმ მებრძოლების კატეგორიაში, რომელსაც სტილისტურად შეუძლია დაამარცხოს ინერჯი. ოღონდ ამისთვის უნდა გააკეთოს ყველაფერი სწორად, უნდა მიყვეს გეგმას და არ უნდა აფეთქდეს. გარკვეულწილად საკმაოდ იღბლიანი მებრძოლიც არის, იმიტომ რომ მასთან რატომღაც იმ ტაქტიკას არჩევენ ხოლმე მეწოქეები, რომელიც უნდა ჩარლზ ჯონსონს. ეგ შეცდომა დაუშვა კავანამ, ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა მანამდე ჯოშუა ვენმა. თუ ედუარდო ენრიკე დისციპლინირებულად შეეცდება, რომ რაც შეიძლება უსაფრთხოდ იყოს ფეხზე და მეტად ეჭიდაოს, მეტად გალიასთან ყავდეს, ამუშაოს დაცვის კუთხით და თავისი დიდი მუშტები მაშინ გადაყაროს, როცა ამას ჩარლზ ჯონსონი ყველაზე ნაკლებად ელოდება, აი დაახლოებით მერაბი როგორც ებრძვის ხოლმე სხვა თავისზე მაღალ სტრაიკერებს. დაახლოებით იგივეს თუ გააკეთებს ედუარდო ენრიკე, რისი ნიჭიც მას ნამდვილად აქვს, თავისუფლად შეიძლება რომ აი ესე სადებიუტო ბრძოლაში უცებ ჩარლზ ჯონსონი ყავდეს დამარცხებული შაპოლინს კალიას, უცნაური მეტსახელი აქვს ედუარდო ენრიკეს. ინერჯი ეყოლება მოკლედ ამ კაცს დამარცხებული, რაც სტარტისთვის ნამდვილად სერიოზული გამარჯვება იქნება ყველა ვარიანტში. ამიტომ აქ გულწრფელად რომ გითხრათ 50-50-ზე მგონია, მაგრამ უფრო ედუარდო ენრიკეს გამარჯვებას ველოდები. გადავიდეთ მოდი უკვე შემდეგ ბრძოლაზე და შემდეგი ბრძოლა არის პირველი საჩემპიონო ბრძოლა UFC 330-ზე, მთავარ ქარდზე, მაკენზი დერნი, ჯილიან რობერტსონი. პირველი რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, არის ის, რომ მაკენზი დერნს შეურჩიეს ყველაზე ხელსაყრელი კონტენდერი მისთვის, ვინც კი შეიძლებოდა შეერჩიათ. რატო? მაკენზი დერნი, როგორც იცით, არის ჯიუ-ჯიტსუს გამორჩეული არტისტი UFC-ში, განსაკუთრებით ქალებში. მას შემდეგ, რაც ბელა მესკიტა მოვიდა, შეიძლება მაკენზი დერნი აღარ არის ყველაზე ტიტულოვანი. შეიძლება რა, აღარ არის ყველაზე ტიტულოვანი. იმიტომ რომ მესკიტა ძალიან დიდი ფორით წინ არის ყველა სხვა გოგონასთან ამ კუთხით. მაგრამ მაკენზი არის ნამდვილად გამორჩეული და სწორედ ჯილიან რობერტსონის მთავარი პლუსები არის ჯიუ-ჯიტსუ და გრეპლინგი. მაგრამ აქ ერთი ფაქტორია, რომ ჯილიან რობერტსონი აი კარიერის ამ ეტაპზე ყველა ბრძოლაში თითქოს გამოიყურება იმაზე უკეთ, ვიდრე იყო წინა ბრძოლაში. მისი ჯიუ-ჯიტსუ და გრეპლინგიც ითლება და ითლება MMA-ის კუთხით. მაკენზი დერნი მას შემდეგ, რაც ჯიცერი აღარ არის უკვე, საკმაოდ დიდი დრო გავიდა, დაახლოებით 10 წელი. და ანუ გასაგებია, რომ MMA-ში ისიც ვითარდება და თავის ჯიუ-ჯიტსუს ისიც არგებს მუდმივად MMA-ს. მაგრამ ეს არ არის სუფთა ჯიუ-ჯიტსუ და MMA-ია და ვფიქრობ ამ კუთხით შეიძლება ჯილიან რობერტსონმა შეუქმნას პრობლემები, მით უმეტეს რომ ჯილიან რობერტსონში ჩვენ ხმარობთ ხოლმე ამ ტერმინს. მე აღარ ხმარობ, მაგრამ ამერიკელი ჩემი კოლეგები ხმარობდნენ, რომ ძაღლს რო ამბობენ ხოლმე. ჯილიან რობერტსონში ნამდვილად ცხოვრობს ესეთი ძაღლი, რომელსაც ძაღლი ბჭყალებში მე ხვდებით, ესეც გულისხმობ, რომელსაც აღვიძებს ხოლმე ეს ადამიანი და ყოფილა ბრძოლები, რომელშიც ამ ძაღლს ჯილიან რობერტსონი გადაურჩენია. ნამდვილად, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჯილიან რობერტსონი არის მაკენზი დერნისთვის ამაზე უკეთეს ვარიანტს ვერ შეურჩევდნენ. სხვათა შორის ერთ რაღაცას კიდე მინდა რა გავუსვა ხაზი. მას შემდეგ რაც მაკენზი დერნი ამანდა ლემოშთან დამარცხდა, სხვათა შორის ჯილიან რობერტსონს სწორედ ამანდა ლემოში ყავს ბოლო ბრძოლაში დამარცხებული. ახლა უკვე მოქმედ ჩემპიონ მაკენზის შეურჩიეს მაქსიმალურად მისთვის ხელსაყრელი მეწოქეები. ლუპიტა გოდინესი, კარგი ხელებით, მაგრამ მოჭიდავე. შემდეგ იყო უკვე ამანდა ჰიბასი, რომელიც კი მუაიტაის ასევე შავი კამარია, თუ არ ვცდები, მაგრამ ამანდა ჰიბასი არის გრეპლერი, რომელსაც სხვათა შორის დამარცხებული ჰყავდა მაკენზი დერნი, მაგრამ გრეპლერია ჰიბასი და მაკენზი დერნმა მისი დამარცხება მოახერხა საბმიშენით. ბოლოს მოჭიდავე ვირნა ჟანდირობა საჩემპიონო ბრძოლაში. ვირნა ჟანდირობას ჰყავდა ყველა კონტენდერი დამარცხებული, რომლებთანაც მაკენზი დერნს ყველა ბრძოლა ჰქონდა წაგებული, მაგრამ მაინც მაკენზი დერნს შეახვედრეს ვაკანტურ
ხამარზე ვირნა და ვირნამ უკვე მეორედ წააგო მაკენზისთან მაშინ. ფაქტობრივად აი ეს მარცხის შემდეგ მაკენზი დერნს ახვედრებდნენ სამ საუკეთესო მისთვის მეტოქეს, თან ისე რომ რეიტინგშიც ასე ვთქვათ დაწინაურების შანსს აძლევს და ბოლოს საერთოდ საჩემპიონო ბრძოლაში უყვანეს ისეთი მებრძოლი, რომელიც უკვე დამარცხებული ჰყავდა. და ახლა ასეთი უპოვეს კონტენდერი. ჯილიან რობერტსონი. მოიგებს თუ არა მაკენზი დერნი? ფუ აუცილებლად უნდა გითხრათ, ვინ მგონია რომ მოიგებს მაკენზი დერნს გეტყვით. მაგრამ არ შეიძლება რობერტსონის ნაირი მებრძოლის ჩამოწერა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მით უმეტეს რომ გასაგებია რომ მაკენზის ქამარი აქვს მოგებული, მაგრამ მეტოქეების ხარისხი მაკენზის ვინც ყავს დამარცხებული და ხელსაყრელები რამდენადაც იყვნენ. ფიქრობ ეს არის ფაქტორი იმის რომ მაკენზი ამ მომენტისთვის ჩემპიონია. ჯილიან რობერტსონმა გაცილებით უფრო მისთვის არასასიამოვნო გზა გაიარა, რატომაც არა შეიძლება პატარა აფსეტი შემოგთავაზოს ამ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არ მაქვს სპეციალურად თანახი ბუკმეიკერები როგორ აფასებენ ამ ბრძოლებს, მაგრამ ვფიქრობ დერნი იქნება ფავორიტი და ვფიქრობ რომ აქ აფსეტი თავისუფლად შესაძლებელია ვიხილოთ, მაგრამ ხო ამ დერნის ფავორიტობასაც აქვს ახსნა. რობერტსონის ძლიერი მხარე არის ის, რასაც მაკენზი ამ წონაში აკეთებს საუკეთესოდ. და კიდევ ერთ ფაქტორზე ვისაუბრებ და დავამთავრებ ამ ბრძოლაზე ლაპარაკს, ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რომ რატომ აძლევენ მაკენზი დერნს ასეთ ხელსაყრელ მეტოქეებს, ჯერ რატო წაგებების მერე რატო გააცოცხლეს ხელსაყრელი მეტოქეებით, მერე რატო მოაგებინეს ქამარი ხელსაყრელ მეტოქესთან და ეხლა რატო იცავს ქამარს მისთვის ყველაზე ხელსაყრელ მეტოქესთან. ამის მიზეზი არის ის, რომ მაკენზი დერნს ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი. ფლად კონორ მაკგრეგორი არ არის და არც რონდა როუზი, მაგრამ ყავს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი მებრძოლია. თუ ყველაზე პოპულარული ქალი მებრძოლი არის. როგორც MMA-ის გულშემატკივრებში, ისე MMA-ის გარეთ. და UFC-ს ძალიან აწყობს მაკენზი დერნის ჩემპიონობა, მით უმეტეს რომ კაილ ჰარისონს ტრავმა აქვს და ვერ ბრუნდება, ამანდა ნუნეში კიდე სანამ კაილ ჰარისონი არ დაბრუნდება, კარიერა აქვს დასრულებული. ვალენტინა შევჩენკო აშკარად ვერდება და რაღაცა ქალთა დივიზიონებში საჭირო არის, რომ რაღაცა გამოცოცხლდეს სიტუაცია და შესაბამისად მაკენზი დერნი ეს ყველასთვის საყვარელი და საინტერესო და მიმზიდველი მებრძოლი ქამრით გაცილებით უფრო საყვარელია, მიმზიდველია და საინტერესოა და ეს არის მიზეზი. აქ მაკენზია ფავორიტი, მაგრამ ჩამოვწერთ underdog ჯილიან რობერტსონს. გადავიდეთ ახლა მთავარ ბრძოლაზე, სადაც ისლამ ახაჩევი ხვდება იან გარის. ჩემი აზრით, ისლამ ახაჩევი არის უნიკალური მებრძოლი თავისი უნარებით და მუდმივად რომ პროგრესირებს ისეთი მებრძოლი. ისლამ ახაჩევმა UFC-ში მოსვლის წამიდან ყველაფერში მოუმატა. ჭიდაობაშიც მოუმატა, გრეპლინგშიც მოუმატა და სტრაიკერად ხო საერთოდ. ფიქრობ ისლამ ახაჩევის ნაკლი თუ იყო სტრაიკინგი, დღეს საერთოდ არ მგონია რომ ისლამ ახაჩევის ნაკლად უნდა ჩავთვალოთ მისი სტრაიკინგი. პირიქით ვფიქრობ საკმაოდ სოლიდურია და საშუალოზე მაღალი დონის სტრაიკერია, განსაკუთრებით ფეხებს ხმარობს ბრწყინვალედ და დარტყმითაც ახლა ბევრი ხელი ნამდვილად არ ხვდება დაცვის კუთხით. ძალიან კარგია, მაგრამ 77 კილოგრამში ისლამ ახაჩევი ხვდება გიგანტებს. იან-გარის გიგანტია, კარლოს პრატესი გიგანტია, მაიკლ მორალესი გიგანტია, ძალიან გრძელები, მაღლები და ამავდროულად მიუხედავად ამ ყველაფრისა სწრაფები არიან. ანუ ვერ ვიტყვი რომ ისლამ ახაჩევს სისწრაფეში ექნება უპირატესობა, წვდომში ექნება უპირატესობა, ზოგადად გაბარიტებში, მთლიანობაში რო ავიღოთ ექნება უპირატესობა. სხვადასხვა face-off-ის სურათი დაიდო, სურათი რა, ვიდეოა, სადაც პირველი face-off შედგა გარისა და ახაჩევს შორის და იქ ეგეთი მაღალი არ ჩანდა გარი, დამიჯერეთ რაღაცებზე დგას. ეს ჩვეულებრივი ხრიკი არის, რომ მოკრივეები იყენებდნენ ხოლმე ადრე წლების წინ. მაღლებზე აცვიათ რა, მოკლედ და არ ჩანან ისეთი დაბლები ისლამ ახაჩევსა და იან-გარის შორის. ოფიციალურად 13 სანტიმეტრია სიმაღლეში სხვაობა და არაოფიციალურად და ჩემი დაკვირვებით შეიძლება 13 არ იყოს, მაგრამ მინიმუმ 10 სანტიმეტრი, ანუ 10 სანტიმეტრი უნდა იყოს ნამდვილად სხვაობა და იმ ვიდეოში 10 სანტიმეტრის სხვაობა არ იყო, ბევრად ნაკლები იყო და ამას აქ როგორც უკვე გითხარით თავის მიზეზე. გიგანტებს ხვდება მოკლედ 77-ში ისლამ ახაჩევი და აქ ძალიან რთული იქნება იმის გაკეთება, რასაც ის აკეთებდა ერთი წონით ქვემოთ. თან ნახტომსაც აქვს მნიშვნელობა. ჯეკ დელა მადალენა კი იყო ჩემპიონი და კი ისლამ ახაჩევმა ეს ჩემპიონი დაამარცხა, მაგრამ მე მაშინაც ვამბობდი, როცა JDM-ს ქამარი ჰქონდა, ჯერ არ ყავდა ახაჩევს დამარცხებული, რომ ჯეკ დელა მადალენაზე უკეთესი მებრძოლი მის დივიზიონში მოიძებნებოდა მინიმუმ 5. უბრალოდ ისე მოხდა, რომ ის შეხვდა ბელალ მუჰამედს, ის დანარჩენი უკეთესი მებრძოლები გამოტოვეს და აი ასე JDM-მა დაამარცხა ჩემპიონი, რომელსაც ძალიან ცუდი დღე ჰქონდა და მე აღმოჩნდა, რომ ზოგადად ბელალი უკან მოდის.
და უბრალოდ ასე შემთხვევით გახდა ჯეკ დე ლა მადალენა ჩემპიონი. ვიც ხართ JDM-ის გულშემატკივრები, ნუ მიწყენთ, მაგრამ სხვა არ ვიცი რა დავარქვა გარდა შემთხვევითობისა ჯეკ დე ლა მადალენას ჩემპიონობას. ნუ მერე დამტკიცდა კიდეც რა უყო კარლოს პრატესმა, კი ნახეთ მოკრივე დე ლა მადალენას. და იმის თქმა მინდა, რომ ისლამი კი გასაგებია ჩემპიონია, მაგრამ ისლამს ნამდვილი ტოპ მებრძოლები ახლა ელოდება. და ერთ-ერთი არის იანგარი. ასევე არის აქ კარლოს პრატესი, ასევე არის მაიკლ მორალესი. ცოტა ხანში დიდი ალბათობით იქნება იაროსლავ ამოსოვი. ბრეიდი, რომელიც ძალიან უხერხული მეტოქე შეიძლება იყოს ისლამისთვის. მოკლედ, თავარი ტოპ ტიპები ახლა მოდიან ისლამზე სანადიროდ ამ წონაში. პირველია გარი, რომელიც თული სათქმელია, რომ ხელსაყრელია, იმიტომ რომ ვფიქრობ არ არის ხელსაყრელი იანგარი ისლამისთვის, მაგრამ შეიძლება დანარჩენებთან შედარებით, მინუს კარლოს პრატესი, უფრო ხელსაყრელია. მაგრამ დარწმუნებული ვარ გარიც შეუქმნის პრობლემებს. როგორ წარმომიდგენია, რომ გარი შეუქმნის პრობლემებს? გარი არის, როგორც უკვე გითხარით, გაცილებით უფრო გრძელი მებრძოლი ვიდრე ისლამია. გარის შეუძლია ზუსტად აი ამ სიმაღლის წინვალედ გამოყენება. თავისი კიქებით, თავისი პირდაპირი დარტყმებით, გარის წაქცევა არ არის მარტივი და გარის მიწაზე გაკონტროლება ისე რომ ქვემოდან არ დაგემუქროს, სულ არ გამუშაოს, ასევე არ არის მარტივი. საბოლოო ჯამში გარის დაფინიშება, ფიქრობ რომ ისლამისთვისაც ძალიან რთული და მოდი პირდაპირ ვიტყვი. მე ძალიან გამიკვირდება რომ ისლამ მახაჩევმა იანგარი დააფინიშოს. ისლამ მახაჩევს მოუწევს 25 წუთის განმავლობაში მინიმუმ 3 რაუნდი მოუგოს მასზე გაცილებით უფრო სწრაფ, გრძელ, დიდ და ახალგაზრდა სტრაიკერ მებრძოლს, რომლის სტრაიკინგი მახაჩევისას ბევრად ჯობია, თან ზუსტად ისეთი სტრაიკინგი აქვს მოჭიდავეებთან რომ გამოდგება. ერთადერთი რაც იანგარის აკლია, ეს არის ნოკაუტის ძალა. და ხო, ეს უკვე არის ის მიზეზი, რის გამოც გარისაც ურთულდება საქმე, გარი რო თან ნოკაუტერი იყოს, თავხედურად გავრისკავდი და გეტყოდით რომ ჩემთვის ფავორიტი იანგარია მეთქი. მაგრამ ხო, არ არის ნოკაუტერი და ისლამ მახაჩევთანაც ძართულია რაუნდების მოგება. ფიქრობ, იქნება უკომპრომისო ბრძოლა. მე ველოდები რომ ვიხილავთ 25 წუთს და ამ 25 წუთში ამ ორი მებრძოლიდან რომელიმე მოიგებს 3 რაუნდს. არ მგონია რომ რომელიმეს ჰქონდეს აი ესეთი გამოკვეთილი დომინაცია. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, კიდევ ერთხელ გავუმეორებ, ასეთ დონეზე ზოგადად რა, როცა საჩემპიონო დონეზე ვსაუბრობთ და როცა ვსაუბრობ ისეთ მებრძოლზე მით უმეტეს როგორც ისლამ მახაჩევია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ნოკაუტიც, შეიძლება საბმიშენიც, მართლა აი აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, უბრალოდ მე რაც მინახავს ისლამის, რაც მინახავს იანგარის, ვცდილობ ხოლმე რომ წარმოვიდგინო ბრძოლა და როცა ამ ბრძოლას წარმოვიდგენ ძალიან შორს დგარ გარის, რომელიც შორიდან მუშაობს, თულა წარმოსადგენია, რომ ისლამმა ვერ წააქციოს იანგარი, მაგრამ ეს წაქცევა დაუჯდება რამდენიმე მცდელობად მინიმუმ, მერე იქ გაკონტროლებაზეც ბევრს იმუშავებს. მე უბრალოდ არ ვიცი, რამდენ რაუნდს შეძლებს აი ასე რომ მოუგოს ისლამს. ეს აი თუ რაიმეს თქმა შემიძლია, არის ის, რომ რაც JDM-თან ვნახეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ჩემთვის პირადად, სუბიექტურად რომ ვნახოთ იანგარის წინააღმდეგ. ამიტომ ხო, ველოდები ძალიან რთულ ბრძოლას ორივე მებრძოლისთვის, ფიქრობ რომ მივა გადაწყვეტილებამდე, აქ უკვე 3 რაუნდს რომელი მებრძოლი მოიგებს, ჩემთვის საკმაოდ რთული სათქმელია. მაგრამ თუ მაინც უნდა ავარჩიო, ეს არ ვიცი, ჩაბეჭდილი მაქვს თითქოს რაღაცა თავში რომ მოჭიდავეს აი ასეთ 50-50-ზე სიტუაციებში ყოველთვის მაინც ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას, იმიტომ რომ ამ სპორტში ჭიდაობა ვფიქრობ არის უმთავრესი დისციპლინა და იქიდან გამომდინარე რომ ისლამი ასეთი მოჭიდავია. ალბათ ისლამი უნდა დავასახელოთ ფავორიტად, მაგრამ ხო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის ეს ბრძოლა არის აბსოლუტურად აი მონეტა აქდე და რაც იქნება. ერთადერთი რაზეც შემიძლია რომ შედარებით კომფორტულად ვთქვა, არის ის რომ ბრძოლა მგონია რომ მივა გადაწყვეტილებამდე. დღეისთვის სულ ეს იყო, მაგრამ სანამ ვიდეოს დავასრულებ, თუ გახსოვთ ამ ვიდეოს დასაწყისში დაგვირდით რომ ბონუსებიც იქნება, მეთქი და ბონუსი არის early prelims ხსნის მიკტიბეკ ოროლბაი ჯერემაია უელსთან. ჯერ მე ვერ გავიგე რანაირად შეიძლება რომ მიკტიბეკ ოროლბაი early prelims-ზე მოახვედრონ, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ მართლა ძალიან მაგარი მებრძოლია. ძალიან ბევრი გულშემატკივარი წავს ოროლბაის. მარტო მე არა, ანუ უკვე ძალიან ბევრს უყვარს ოროლბაი. თავის პერსონიდან გამომდინარე. early prelims-ზე ოროლბაი ცოტა ცუდი გადაწყვეტილება მგონია და უცნაური ორგანიზაციისგან. შეჭამს მიკტიბეკ ოროლბაი ჯერემაია უელს. ვფიქრობ ძალიან ბევრს იჭიდავებს ოროლბაი და საბოლოო ჯამში თუ რა თქმა უნდა ჰერმანსონივით არ მოწყვიტა ფეხზე, ესეც შეუძლია სხვადასხვა ოროლბაის ძალიან ძლიერი და მძიმე დარტყმა აქვს. უფრო გონია რომ იჭიდავებს და იქ მერე ან ტექნიკურ ნოკაუტს აიღებს, ან არა და დაასაბმიტებს უფრო საბმიშენი. თუ
თუ მიწაზე გადაიყვანა უფრო საბმიშენი. ერთადერთი რაც ცოტა მაშინებს არის ის, რომ 77-ში კი ოროლბაი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მაგრამ არც ჯერემაია უელსია მთლად სუსტი ბიჭი და შეიძლება ისეთი ბრძოლა ვნახოთ. აი კურტის ბლეიდსთან რო იყო ძალიან ბევრჯერ რო წააქცია ოროლბაი, მაგრამ ფეხს ქვემოთ რო ვერ აჩერებდა რა მიწაზე. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი მიგდიბეკ ოროლბაი ამ UFC 330-ზე მოგებით გახსნის თლიანად ქართს და გულშემატკივრად მიგდიბეკ ოროლბაის. აი ახლა ნამდვილად სულ ეს იყო, რაზეც მინდოდა რომ თქვენთან ესაუბრა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარისხილაკი, დალაიქოთ ეს ვიდეო და ხო, დაელოდოთ შემდეგ ვიდეოებს. დროებით.